აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მწერალ ფრიდონ ქარდევასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მთარგმნელისა და მწერლის წიგნი „ძაფზე მოფარბატე სული წარუდგინეს“. წელს ავტორის მოთხრობების კრებულიც გამოიცა. პარალელურად მწერალი კიდევ ერთ რომანზე მუშაობს. შეხვედრას მწერლები, პოეტები და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც ესწრებოდა. მწერლის ნაწარმოებები ქარდა ქარდუხის ფსევდონიმით იბეჭდება. მიესალმები ასეთ ღონისძიებებს, რომელიც ხშირად ტარდება აქ ამ ბიბლიოთეკაში და ძალიან კარგი ეცინ გადადგმული ნაბიჯი არის მკითხველისაკენ, რომ მკითხველთან რომ მოიტანოს შემოქმედის ნაშრომი. ძირითადად მას ადამიანები იცნობენ ინტერნეტ სივრცის მეშვეობით და აი წიგნები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ გამოდის, აი სწორედ ამ ახალ წიგნზე არის მიძღვნილი ეს საღამო, სადაც მისი თაყვანისმცემლები, მისი ნიჭის თაყვანისმცემლები არიან შეკრებილი. ისევე როგორც ყველა აფხაზეთიდან დევნილი ადამიანისა და ასევე თითოეული ჩვენთაგანისაც ჩვენი სულის მე მგონი აფხაზეთში ტრიალებს. ერთიანი საქართველოს ფიქრსა და იდეას დასტრიალებს და რა მიმართულებითაც მან თემა არ უნდა გაშალოს, მაინც ამ თემას უბრუნდება. მე მინდა წარმატება ვსურვო ფრიდონს, იმიტომ რომ უაღრესად სუფთა ადამიანია, უაღრესად მაღალი დონის, მაღალი აზროვნების ადამიანია და ამავე დროს არის ისეთი პიროვნება, რომელ პიროვნებასაც არა მარტო როგორც ადამიანს ენდობი, არამედ მის ნაწერსაც ენდობი. 59-ში დაიწერა. რავი, წიგნი არის სულზე, ადამიანის სულზე, უგდავ სულზე, ამ სულის ძიებაზე ალბათ. და იმაზე თუ რა ძლიერ უჭირს სულს, არა მარტო სულს, არამედ საერთოდ სულს ყოფიერებაში, ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, გზის გაგნება, სიყვარულის მიგდება, სიყვარულთან ურთიერთობა. ამაზე ეს წიგნი დიდხანს მოდიოდა და მიხარია რომ ყველაზე უბრალოდ გამოიცა და მიხარია რომ ბიბლიოთეკამ სელამაზე პრეზენტაცია მოუწყო.